ასე ვთქვათ, ღრუბლებიდან კიდე როგორც ვამბობთ ხოლმე, ტრადიციულად უფრო ცოტა ზევით ავიხედოთ, უფრო ზევ უნდა გადმოხედოთ. და ტრადიციული ასტროლოგიური რჩევების დროც მოვიდა ჩვენს ეთერში. როგორ უნდა დავგეგმოთ დღევანდელი დღე? სწორედ, რადგან მეტი იღბალი და წარმატება მოვიზიდოთ. ვინ უნდა შეიკავოს თავი ფინანსების გაცემისგან და ზოგადად როგორ ჩაივლის 7 აპრილის დღე ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის. ამას ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა გაგვიზიარებს. დილამშვიდები საქართველოს დღე 7 აპრილი, ორშაბათი. დღევანდელი დღეს მმართველი პლანეტა მთვარეა და ამ დღის ენერგია არც ისეთი დადებითი იქნება. შესაძლოა გქონდეთ შიშები, რაღაც ნეგატიური ფიქრები. შეეცადეთ რომ იყოთ მეტად გაწონასწორებული და იფიქროთ რაციონალურად. თავიდან აირიდეთ კონფლიქტური სიტუაციები. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო, საკმაოდ საინტერესო დღე გელოდებათ, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას რომ კარიერული კუთხით წინ წახვიდეთ და განვითარდეთ. ერთადერთი რაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, შეეცადეთ რომ კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აირიდოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სურპრიზები გელოდება და ბევრი დადებითი სიახლე. ერთადერთ შეეცადეთ რომ არ აყვეთ პროვოკაციებს და არ შეხვიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებში. ყურებო, დღეს შესაძლოა რომ ემოციურად ცოტა არასტაბილურად იგრძნოთ თავი. შეეცადეთ რომ ყურადღება არ მიაქციოთ რაღაც პატარა პრობლემებს. შეეცადეთ რომ არ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან. ეს დაგეხმარებათ იმაში რომ მეტად ყურადღებით მოეკიდოთ ნებისმიერ საქმეს და უფრო კარგად შეასრულოთ. გარდა ამისა, კარგი დღე არის ფინანსური პრობლემების ან საკითხების გადასაჭრელად. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუპებო, ეს დღე საინტერესო შემოთავაზებებს მოგიტანთ. გარდა ამისა, შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც მომავალში გამოგადგებათ და წარმატებას მოგიტანთ. თუმცა, კარგი იქნება თუ თავიდან აირიდებთ სტრესულ მდგომარეობას, ცოტა დაასვენებთ მდგომარებას. მოკლედ, ცოტა განტვირთვა კარგი იქნება თქვენთვის, თუმცა ეს დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. კითხებებისთვის ეს დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით გაძლიერებული გექნებათ ინტუიცია. შესაბამისად, შეგიძლიათ რომ საკუთარ შეგრძნებებს მოусმინოთ, ენდოთ და იმის მიხედვით იმოქმედოთ, რასაც გული გკარნახობთ. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს ოჯახის წევრებსაც დაუთმობთ და მათთან მეტ დროს გაატარებთ. ასევე შეგიძლიათ რომ თქვენს შინაგან სამყაროსაც ჩაუხმავდეთ. ლომებო, დღეს შესაძლოა რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწვიოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. შესაბამისად, შეეცადეთ რომ იყოს ძალიან წინდახედულები და ფრთხილი ნაბიჯები გადადგათ. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ სხვების რჩევებსაც გაითვალისწინებთ, არ იქნებით ზედმეტად ჯიუტები. ხოლო რაც შეეხება საღამოს, კარგი იქნება თუ მეგობრებთან ან თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად გაატარებთ. რაც შეგეხებათ თქვენ ქალწულებო, ეს დღე მოგცემთ შესაძლებლობას რომ გადაჭრათ რთული საკითხები. გარდა ამისა, შეგიძლიათ რომ სამომავლო გეგმებიც დაისახოთ. შეგიძლიათ იმოქმედოთ და გადადგათ ნაბიჯები. თუმცა, აქვე უნდა დაივიწყებთ საკუთარ ჯანმრთელობას. შეეცადეთ რომ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ და რაღაც მომენტში შესაძლოა რომ დასვენებაც კარგი იყოს იმისთვის, რომ შემდგომ უფრო კარგად გააგრძელოთ მუშაობა. სასწორებისთვის ეს დღე შესაძლოა იყოს შინაგანი ბალანსის აღდგენის. შეეცადეთ რომ იყოთ მეტად გახსნილები და ღიად გამოხატოთ საკუთარი ფიქრები და ემოციები. ის რასაც ფიქრობთ, როგორც ფიქრობთ და ისი გამოხატოთ გსურთ. შეეცადეთ რომ საკუთარ თავში არ დაიტოვოთ. გარდა ამისა, შესაძლოა აღმოჩნდეთ სიტუაციებში, სადაც მოგიწევთ კომპრომისებზე წასვლა. მოკლედ, შეეცადეთ რომ იყოთ ზედმეტად წინდახედულები და ყველაფერი წინასწარ კარგად გათვალოთ და შემდგომ იმოქმედოთ. მორიელებო, ეს დღე თქვენთვის ემოციურად შესაძლოა საკმაოდ მძიმე იყოს. რადგან არის იმის ალბათობა, რომ აღმოჩნდებით სიტუაციებში, რომლებიც თქვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება. შეეცადეთ რომ შეხედოთ პოზიტიურად, არ იყოთ ზედმეტად ნეგატიურად განწყობილი. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ სიტუაციები თქვენ სასიკეთოდ შემოატრიალოთ და დადებითი შედეგი მიიღოთ. რაც შეგეხება თქვენ მშვილდოსნებო, ეს დღე საკმაოდ საინტერესო იქნება თქვენთვის. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ რაიმე ახალი დაიწყოთ. შეგიძლიათ პირობითად რაიმე ჰობით დაკავდეთ, ის რაც დიდი ხნის განმავლობაში გინდოდათ და დრო არ გქონდათ ან ვერ ახერხებდით. ან გარდა ამისა, შესაძლოა გაიცნოთ ახალი ადამიანები. მოკლედ, ყველაფერი რაც სიახლეს უკავშირდება, ეს დღე იდეალური არის ამისთვის. შეგიძლიათ რომ ნებისმიერი ახალი ნაბიჯი გადადგათ და ნებისმიერი სიახლე შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. დღისქებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იქნება, როგორც ფინანსური, ასევე კარიერული მიმართულებით. შესაძლოა რომ ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდეთ, ან სულად შეიცვალოთ სამსახური. მოკლედ, ნებისმიერი პერსპექტივა, ნებისმიერი სიახლე თქვენთვის მისაღები და ძალიან სასიამოვნო იქნება. თუმცა, რასაკვირველი, სანამ რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯს გადადგამთ, უმჯობესი იქნება რომ კარგად დაფიქრდეთ და შემდგომ იმოქმედოთ. თუმცა, ეს დღე საკმაოდ საინტერესო შესაძლებლობებს გპირდებათ. მეწყულებო, დღევანდელი დღე მოგიტანთ ცვლილებებს. შეეცადეთ რომ არ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და ფეხი აუწყოთ იმ მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც დღეს მოხდება თქვენს ცხოვრებაში. გეგმების ცვლილება ყოველთვის ნეგატიური არ არის. პირიქით, შეეცადეთ რომ იყოთ გახსნილები ახალი შესაძლებლობებისთვის და შეხედოთ ყველაფერს მეტად პოზიტიურად. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ შესაძლებლობები
შესაძლებლობები მარტივად გამოიყენოთ თქვენ საკეთილდღეოდ. ხოლო რაც შეგეხებათ თქვენ თევზებო, დღევანდელი დღე იქნება თქვენთვის იდეების გენერირების დღე. შეგიძლიათ რომ ნებისმიერი სიახლე, ნებისმიერი ახალი რამ რაც გინდათ რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდეს, მოიზიდოთ, იფიქროთ, დაგეგმოთ, მოკლედ ნებისმიერი ახალი ნაბიჯი, ნებისმიერი ინსპირაცია, შემოქმედებითი კუთხით იქნება თუ კარიერული მიმართულებით შეგიძლიათ რომ გადადგათ და განახორციელოთ. საკმაოდ საინტერესო დღე გელოდებათ. გარდა ამისა, საღამოს შეგიძლიათ რომ თქვენს ახლობელ ადამიანებთან ან ძვირფას ადამიანებთან ერთად გაატაროთ. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.